დღეს მინდა წარმოგიდგინოთ წიგნი, რომელიც ეხება რასიზმს. რასიზმი უმძიმესი დანაშაულია. მაშინდელ დროში თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყო და მიმღებლობა ჰქონდათ ამ ყველაფერთან, თუმცა მერე რომ დაიღალნენ, კიდევ კარგი დაიღალნენ, დაიწყეს ამის საწინააღმდეგოდ ბრძოლა. დღეს რაღაცნაირად ესე მიყვა ამ მძიმე წიგნების სერია ერთმანეთს და მოკლავ ჯაფარას. ჰარპერი, თქვენ მოგეხსენებათ, რომ მე მინდა რომ თქვენ დაგაინტერესოთ იმ წიგნით, რომელიც მე წავიკითხე და შინაარს ყოველ იმას ვერ მოგიყვებით, ამიტომაც ზოგად თემებს ვეხები ხოლმე ჩემ ვიდეოებში, ვერ დაგასპოილერებთ, იმიტომ რომ ინტერესი დაგეკარგებათ. ეხლა გეტყვით დაძმის მამა, რომელიც იყო ადვოკატი და რომელიც იცავდა ფერატკანიანს, რომელსაც ბრალი ედებოდა თეთრკანიანის გაუპატიურებასა და ძალადობაში. ხოლოდ ადვოკატს სჯეროდა მისი სიმართლე და ამბობდა, რომ აუცილებლად მოიგებდა ამ საქმეს, თუმცა როდესაც გაიმართა სასამართლო, იქ ორი აზრი არ იყო, იქ ამბობდნენ დამსწრე საზოგადოება, რომ შეუძლებელია, როდესაც საჩივარიში აქვს თეთრკანიანს, რომ იქ შავკანიანი გაამართლონ და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დანაშაული თუ კი დამტკიცდებოდა, ბრალდებულს სიკვდილით დასჯა ელოდა. ცნობილი მწერლის ჰარპერის ერთადერთი რომანი, მოკლავ ჯაფარას თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. 6 წლის გოგონას ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხვასაც ასწავლის რა არის კარგი და რა ცუდი. და-ძმა, რომელიც იყო ასევე ძალადობის მსხვერპლი, ეხლა მოკლედ გეტყვით, რომ არავირიოთ, როდესაც მამამისი იცავდა ფერატკანიანს, საჩივარი შეიტანა გოგონამ და გოგონას მამამ არ მოასვენა, იმიტომ რომ შენ მე დამამცირე თეთრკანიანებში, რადგან მურიანებს იცავდიო და ერთხელაც დახვდა ამ ბავშვებს, ადვოკატის შვილებს და უნდოდა მათი სიკვდილი. მოხდა სასწაული, დაეხმარა იქ ერთ-ერთი ადამიანი, სოფლის მოსახლე და ბავშვების თავდასხმელი იქნა მოკლული. ბოლოს ძირითადი რაც არის და კითხვის ნიშანს ბადებს არის ის, რომ ბავშვების მოძალადე ვინ მოკლა, თვითონ ბავშვმა თუ სხვა ვინმემ, ამიტომაც აუცილებლად წაიკითხეთ, მოკლავ ჯაფარას. სათაური საერთოდ არ არის კავშირში და არ მოგატყუოთ, ჯაფარა არის ფრინველი, რომელიც არაფერს არ უშავებს, უბრალოდ მღერის.